ამ ეპიზოდის სტუმარი ლევან კობახიძეა. კობახათი უფრო გიცნობს ალბათ. GTA-ს კაცით. GTA-ს კაცი. GTA-ს კაცუნა. სამარილეს ვინც უყურა. კიდე უფრო მეტი ეცოდინება შენზე. თავი ახლა დღესაც რაღაც მილიონი ისტორია არ მოყვე. უნდა მოყვე. აი რაღაცა ის მოყვე. 1 ორს. აუცილებლად. 1 ორს პატარას. ბარბეკიუ ანზიდან. ეს რა მომიჭრათ? ყველიდან თვალი გამოგიძრეა. რა თქმა უნდა. თუ მითხარით, ჩემი მოკლა მოგიწევს. ხილბოსლის მაღაზია რო გადმომიღე, რავი. აი, ძვლები გაღრნის. დაბალაშეს. მეწოხატია. აი ამ კამერაში იღურებთ ისოდეთ და ყველა იმ ადამიანმა თავის გულებში ჩაიხედეთ. გადაცემა ისე არ დამიმთავროთ, ეგრო არ მოყვე. კაც. ჭამას მის მოყვარული ადამიანი, რა თქმა უნდა, მაგნიშნით ვარჩევთ ხოლმე სტუმრებს პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ მეგობრობთ და გვიყვარს ჩვენი სტუმრები, ვინც გვყავს და დღეს მოვედით ბარბეკიუ ანზა. ესე ქვია ამ ადგილს. საინტერესო კონცეფცია, ამერიკული ბარბეკიუა. მაგიტო. ხო, რა უთხარი, სად მომყავდა ესე? პატივსაცემად ამერიკის. არ მქონდა ეს მაიკავიშო. ძალიან ეფექტურია. მოდი შევიდეთ. წამო. ცოტა უკნიდან თავარი შესასვლელიდან არ შევდივართ, იმიტომ რომ ოჯახურად მივდივართ. კი, დიახ, გველოდებიან. გამარჯობა. სანდრო, ნიკა. სანამ ლევანი ამოვიდა და მე მოვედი და შთამბეჭდავი იყო ეს სმოუკერი და ხორცები შიგნით. ხო და სუის მქონდა ხოლმე. რაღაც ვიდეოებში რო ხდება, ხო იცი რაღაც დიდ რაღაცაში რო ვილოსტები რაღაცას რო შეაგდებს და რაღაცა სმოუქს გიჟივით რო იმენა, ხო და სულ მაინტერესებდა რომ მე თქვი რომ ნეტად ყუილია თუ ნაღდია. ნაღდში ამოგიყვანი. აუ შიგნით ხორცი არ იყოს. ეს არის ნეკნები, რომელიც დაახლოებით 4 საათი. 4 საათი? მანამდე მარინადი და რაღაცეები უკეთდება თუ? კი, რა თქმა უნდა, ზავდება მარილი, ბილბილი, დიჟონის დოგვით. რაღაც თქვენი სპეც რეცეპტი გაქვთ? ვინც ამას აკეთებს, თუ ყოველს თავის რეცეპტია. ხო. ერთ და იგივე არ არსებობს. სტილი ამერიკული არის, უბრალოდ ხორცი სხვა არის. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ბუროთ ქართული რაღაც ელემენტებიც დამატებულია და გამოდის განსხვავებული. ამერიკელებს კი ძალიან მოწონთ, ბევრს უთქვამს, რომ ამერიკულსაც კი ჯობია, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ქართული გემოები უხდება ძალიან და ამერიკელებს უყვართ ძალიან ესე соусებში ამოვლება, რა სულ მარტო соус და ბარბეკიუს გსოვ და ხორცი უფრო იკარგება. ხორცის გემო აღარ არის იმდენად. ეს არის ფრთები, რომელიც მარინაში ჩერდება 24 საათის განმავლობაში. და შემდეგ უკვე ბოლავს. შეშასაც მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეშას. ჩვენ ხმარობთ მუხა, წიფელი და ხილის ხეები. არომატს აძლევს. ხო, ყველა არ მიდის. არა, ყველა არ შეიძლება, იმიტომ რომ აქ რო ვიხმაროთ ჩვენ წიწოვანი, სულ გაამწარებს ამ ხორცს ძალიან ცუდ გემოსვიცებს. კარგად გამომშრალი უნდა იყოს ხე და ეს ჯიშები აუცილებელი. აუ, ბოდი შეიძლება რაღაც სულ შეგეთქვა და ვსვახ, პატიო. ბოლვით წვავს, ასე ვთქვათ, თუ თან ბოლავს, თან წვავს. ეს ხო შეიბოლება? ხო და მერე უნდა შეიფუტოს და მერე კიდევ 3 საათი უნდა გაგრძელდეს მომზადების პროცესი. კიდე მომზადება ჭირდება იმის მერე, რაც შეიბოლება არომატს უყვარს. აი ქართული შებოლო რაც არის ტრადიციული რაჭაში. ხო, აი ის ხო ის არის ცივი შებოლო. ხო, ცივი შებოლო. ის არის პატარა ბოლი არის, უბრალოდ დიდი ხანი რაღაც შეიძლება ერთი კვირაც იბოლებოდეს და ნენელა კეთდება და უფრო ვიჩინასავით, იმიტომ გამოვშალობ რა ხო ის ცივი შებოლო ხდება. კი, ეს არის სადაც საშუალო რა. ცხელი ბოლი თან აკეთებს, თან ბოლავს რა და იმიტომ არის ეგეთი განსხვავებული გემო რა თან რბილიც არის. ეხლა მე 3 საათი კიდევ ვერ შევჭამ. არა, ერთი წუთით. ეს არის ეხლა ჩემ თავზეც ვიზრუნე ეხლა. საღამო სტუმრებისთვის და ჩვენთვის რაც უნდა მომზადდეს, უკვე შეგოლილია. ჩემზეც ხო უნდა ვიფიქრე ეხლა. არა, თან რომ მივწერე გუშინ ხო წამოხალ ხოლმე სტუმრები მეთქი, რომელ საათზე და როდის გშივდება მეთქი, მე სუმშია. აუ, არ ვიცოდი ესეთი რაღაც დამხდებოდა თორე. დილიდან მე გუშინდენიდან არ მიჭამია და ეს ამბავი რომ გქონდა და 1-2 დღეც გავაწურინებდი რა. რავი. ამის მერე 2 დღე შეიძლება არ ჭამო. არ მგონია. შეიძლება ისევ აქ ამოვიდე და ვიკითხო რამე ხო არ დარჩა თქო. საღამო სტუმრებისგან რამე ხო არ დატოვეს რომ ეს ვჭამო. ბაიკერების საყვარელი ადგილი არის? ეგეთი ვაიბია იქ ბაიკი კონტეინერზე. ბაიკერებს პატივსცემთ, ჩვენც ბაიკერები ვართ, ნახევარი ვინც აქ არის და ამიტომ კაია. ძალიან კაია. წყალია?
კი. იმაში წყალია. ეს არის თქვენი დამზადებული, ხო, სმოუკერი? კი, ჩვენ ეს საერთოდ სარესტორანოდ არ ფიქრობდით. ფიქრობდით, როგორც ესე მეგობრებმა გავსინჯოთ ნახოთ განსხვავებული რაღაცა და რო გავაკეთეთ და მე ახალი მეგობრები გაგიჩნდნენ. იმ მეგობრებმა რა თქვეს ახალი მეგობრების წამოვიდნენ. მარტო მეგობრებისთვის არ შეიძლება ესეთი რაღაც იყოს და მე გავაფართოვეთ. ვიყავით ტესტირების რეჟიმში. ხო, ან პირველ ჯერზე არ გამოვიდა ასე. ძალიან რთულია რა თქმა უნდა ახლა ეს ტემპერატურების დაჭერა, ხის შერჩევა, პროცესი, მარინადები, მილიონაერი გვაქვს ნასადი მარინადები. სანამ ჩვენ მარინადზე მივიდოდით. კაი დროს მოსულობთ ესე. როგორც ვიცი ისეთი, კარგი ლუდი გაქვთ კრაფტი, ხო? რა თქმა უნდა, ახანაიძე, ჩამოსასხმელი და კიდე გავფილტრავი ხობლის ძალიან კაი კრაფტი გვაქვს. კაი. ლუდით დავიწყოთ და მე ზევით უკვე ლუდით დავიწყოთ, რა ვიცი. გასასინჯად. გავსინჯა ვიხარო, თორე აღარ გაიწელება რა. ამოაწე პირდაპირ, აი გაიწელა. მოცვიდა რა არის? აჰა, საიდუმლოა. თუ მითხარით, ჩემი მოკლა მოგიწევს. თქვენთან ის მოსულა, ან ჭამის დროს, ანუ რო იწყებ რა ჭამას. თან გემრიელი ხარ, ვირცვანებებ თავს, მაგრამ ეს ანუ რაღაც რა უნდა? გაუნფარ თუ თან. ანუ ეგ მოსულა? კი, როგორ არა, ეგ მოსულა კი არა, მაგის არხია. ყველი ისე მიყვარს. უნდა რაღაც სიტუაციებში რო ხონდა, რომ აი ყველის ასორტირო მოაქვს. ყველს ვატანხმობ რა, ანუ სხვადასხვა სახე. ორი სხვა ყველისგან პატარა ბუტერბროდს ვაკეთებ და შეგით მოგში სხვა სახეობას ვძებ, რომ იმენა ყველის ბუტერბროდი გავაკეთებ ხო რა. და აი რომელი ყველია, რომელიც შენ სახლში სულ არის? ჩემ სახლში? ხო. ჩემ სახლში სულ არის ბავშვების შეჭმული ყველი. არაფერი რო აღარა დარჩენი, просто ანათალი რო არის. მე რაც მჩება. აი გადაგდებული რო არის, აი ეგა ჩემი. მაგას ხო მე. მაგრამ ალბათ სანკაია. ეხლა ვერ ვიტყვი რომ გაუდა თქო რა, ჩემს სახში არ მოვიტყვები მაგას. არ არის ეხლა. რაც არა რა ვთქო. სულგუნი რა. სულგუნი? სულგუნი ან ის იმერული ქარხნის. ეგ სწორი რომელია იმერული თუ ქარხნის? მე სხვადასხვას ვეძახი, ხო? მართლა? იმერულია, ნუ აი ის სახლში ამოყვანილი რაღაცნაირი. ქარხნის რომელია? გაცლილი და ქარხნის არის? ქარხნის რა? კომენტარებში დამიფიქსირეთ რომელია ქარხნის. კომენტარებში დააფიქსირეთ ერთი და იგივეა თუ არა იმერული და ქარხნის. ძალიან გემრიელია, ამასაც მოტყობა გვემოაქვს. ეხლა შეგოთქვი რაღაცა ყველაფერი მოსულა და რაღაცაო. მაგრა გაგიჭირდებოდა, ეხლა წვერები რო გქონოდა რა. ხო, აი, ძალიან რთული არის. ზედრო არ დაგრჩეს ისე ჭამა კამერის წინ. არა, გარწმუნებაზე დამჩნევა, მაინც და ვიღაც რაღაც დაწერს რომ ძმა აქ რაღაცა გაქო. და იმასკენ დაისველე და ისე მოიწმინდება რაღაცებს დაწერენ, მაგრამ ხო და მაგრამ ის არის თქვია. რთული, არა, თან რაც გემრიელ რაღაცებს ხო ისე ჭამ რა. გემრიელ რაღაცებს? ხო, რა ეხა ანუ მორიდებულა, შეიძლება რაღაც ეხა რო არ მოგეწონოს. აი, ოდნავ მოკბეში და ну, кай, მე ამას აღარ შევკამ და წვერიც არ დაგესრულება რა და. გემრიელს ვერტავე. ხო და მე რაღაცები რაც მოგწონს, ანუ აი, ხორციანი რაღაცები რო უბერო გიჟივით და უცებრო აღმოაჩენ, რომ ძვალი დაიტოვე წვერში, ანუ ხორცის ნაჭერი კი არა. წვერიდან ძვალი გამოგიძრია? რა თქმა უნდა. საკუთარი თუ. უმეტესად საკუთარი, მაგრამ აუ ის მეწოდება. აუ მე მეწოდება ჩემი თავი. არა. აუ არა. შოთას არ მინდა არ მშია მე. შოთას ეკი არ უნდა მივაწოდოთ ის ტიპები რო არის, ხო იცი? ოჯახში ვიღაცა ხوارი ხო. აი ძვლები არის გაღრნის. აუ ქათამი რო არ მაყვარს იმის კოლობაზე, მართლა ძალიან კაი. აუ მაყვარს. ქათამი არ გიყვარს? ნუ გადაგიშოვა. სხვა ხორცი მერჩემი. აი მენიუს რო ჩავხედავ, გამორიცხულია ქათმის კერძი შეუკვეთო და მეჩ რატო რა? ჩენ რა გიყვარს ისე? აი ყველაზე ძალიან და რა გინდა? ყველაზე ძალიან. ანუ ხინკალი ძალიან მიყვარს. მაგრამ მაინც მიდრეკილი ვარ ზოგადად ყველა ხორციან კერძზე. ეხლა რაზეც ან ქათამიცამ ძალიან მიყვარს. ახლა ვცებ როგორ თქვა რომ მაინც მიდრეკილი ვარ ჭარხლის ფოთლებისა და დილით ავოკადოს სმუზზე. იმიტომ რომ აი ხო რა
და იქ კოჭის ხორცს ვჭამ კიდე, იმიტომ რომ საყვარელია, თორე ღორი. ვაიმე, კოჭზე რა ისტორია მოყვა, გახსოვს იმ დღეს? ჩაკაფული არის, რომ მინატრება ხოლმე და ცოტა ისეთი ჩაკაფული მაგალითად არ მიყვარს რა. ბევრი პური რო უნდა. ბევრი პური არა, ანუ შენ რო არ გაგიმართლებს, ანუ შენამდე რო ვიღაც გადაიღებს და შენ უბრალოდ ტყემალი და ტარხუნა რო ხდება რა, ანუ ეგ რაოდენობა ხორცი რო არის, ეგ ძალიან ცუდია. ეგ არ მქონია, ეხა იგეთი. მე მქონია რა ვიცი. შენ არ გეკრებოდა აბა ლაშას. აბა ტარხუნაზეა გასდე. ლაშას ვაფშე გონია, ჩაკაფული ხორცოთ კეთდება. სოგოს ხომ რომოცო სამხასა ტარხუნა და ტყემალი რა ვიზო იყიდე ჭამე რა რა ცხორი და საკურებია რა ვაფშე არ იგრძნობა ეხა ეს თებიც ისეთი არის რა აი ეს თამაგალითად 2 ამხელა რო იყოს ეს ისეთია აი ეს ხორცი ეს ხო ფთიზირი არის ხო ხო თები და ფთიზირი ფთიზირი ეგეთ სახელი მიასწავლე ჩვენ სახში ზოგადად აი უნაჭეს ფთიზირს ეძახით. ანუ ფთიზირი. არა, მართლა ხო, ფრთა მარტო ეს. კაცი ნადირობიდან მოვდივარ, რა ფთიზირი არა. ფთიზირი აქ უშველი ვიცი. ამას რო შევჭამ, თუდიათ მოგიყვებით ფთიზირზე. მანამდე რა, ერთი შენ გოჭზე მოყევი, მე სანამ ამას შევჭამ და მე მოყვე ფთიზირზე ისტორიას. ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მოგვიყვა წინა კვირას ზუსტად, რომ ინგლისში თუ არ ვწდები, მაგრად მოენატრა ქართველი ვინც იქ ცხოვრობდა გოჭი, აი ძალიან მოუნდა და ზომხაზიაში მივიდა და ფეთებად რო ყიდია, ხო იცი? აუ! ეს რა მომიჭრათ? კომენტარებში რა მოხდება ღმერთი? ეს რა მომიჭრათ? თქვა იმ კაცმა. აღარ დავასრულებ დანარჩენი მიხვდი. რა მოხდა? ალბათ სახში წაიყვა ანა გაზარდა. რომ პროსტა გოჭის ახლოს ყოფნა მაინც გამიხარდესო. ეს არის აი რაც მე მიყვარს. ბაბაგანში. ვაი! გრილზე მომზადებული ბოსტნეული ადრიჯნის პასტით. ხო, ბაბაგა. აუ, სულ ტყუილად უყურებთ ამ რეზით. მადლობა. კაროჩე, ანა. მე მაგრად მიყვარს, რომ მართლა. ეხა ეს ყველაფერი კაცი არ გამოჩნდება. აი, გადავდებ შოთასთან და ვითომ ერთი მქონდა თავიდან. იდი. მიდი გადაიღე. შენ ეხა არიცი, მე ზოგადად რამხელა ცხოვრებაზე მივდივარ. აი ეს გადაცემა რომ გავა, ალბათ იქ ჩემი ცოლი დააკომენტარებს, რომ რავი ძმას გადაცემაში როგორ უნდა და მისვლაო, რომ ის სიტყვა ვერ გავიგე ბადრიჯისმენი რა იყო გამოყენებული, მაგრამ რო ბაბაგანუში ხო? ანუ ბადრიჯას არ უჭამ ზოგადად რა არასდროს. მართლა არ გიყვა. ხო რა, და ანუ აი მაგ სხვებზე წავალე ხა რომ просто რომ მითხარ ეს ბაბაგანუში როგორ გამოიყურება რომ იმას არ შევიხო. ოიცა. ნახე. არ ჭამო, აი ეს არა, ხო და მაგ სხვებზე წავალ და შეჭამ. ხო, გამასინჯე რა. ბაზა რაღაც თუ მოხდა მე ამომიჭერით. არა, კაცო რა ბაბაგანუში დამიდე მარტო ის ხილბოსტრის მაღაზია რო გადმომიღე რა ვაი. ეს ლაშას. ხო, ეს რას დარჩება რა. აი ეს ბაბაგანუში გავსინჯოთ რა. ანუ რასაც პირველად გაიგებ ეგაა საინტერესო. ანუ ირად არ გიყვართ ბოსტნეული. როგორ არ მიყვარს მაგრამ ძალიან რთული არის როცა ბოსტნეული არის. კაი დამი, ხო, აი დამი ჩანდა. სულ მეც აღარ დაგიდებ. ძალიან ბევრი წელი არის არ მიჭამია ბადრიჯანი. უამრავი. აუ, კაი, ყობა, ხა ჩვენ ჩატარებ. არა, იმიტომ კი არა, ანუ რაღაცნაირად არ უჭამ ხოლმე რა. რაღაცნაირად ფრთისძირი ურჩევნია. ეხლა რო უცებ ისე შევუყვარდეს, რომ დილა რო იწყება. არა, არ მგონია ბადრიჯანი ის როჟა იყოს, ზეთის ხილი 8 წელი რო უნდა ჭამო და რო გიყვარდება. ამბობთ ვაფშე რიგზო ბადრიჯანი. ვარტარა. არა, კაი არის. მე ძალიან მიყვარს ესეთი რაღაც. ხო, აი ეს არის. შეიძლება ალბათ. მაშინ ხა დავფიქრდი. იქნებ просто აჯაფსანდალი არ მიყვარს. ძალიან ისეთია. გემრიელია, ცოტა ნიურისგემოც იგრძნობა. წამწამ ჩემი ვერდი. ჰუმუსივით არის და ბოსტნეული არის ხრაში. აი, ჰუმუსივით, ხო, აი ჰუმუს გავს, ხო. არ არის ძალიან გადახარშულ, გადათუშული და კაია. ბროკოლი გასინჯე? კი. ბროკოლს აქ აი შემწურის გემო რა. ხო, და ეგ ძალიან კაია. ხო, აი. აი სუპერ, აი ბროცოლ, აი, გამისწორდა. ხო და ქათმის ფთიზირი.
ხო და მოკლედ მიყვარს ნადირობა რა. ალბათ ის პატიოსანი ნადირობა მიყვარს რა. ხო, ბრაკონიერობა. არა, ბრაკონიერობა სად შემიძლია, ხო და? ფრინველზე თუ ცხოველზე? ფრინველზე, ცხოველს ანუ შეუძლებელია თითქმის ჩვენთან რა. ცხოველები რატო არ ვიცი, მაგრამ უფრო მეცოდები. ხო, ანუ შენც ის როჯა ხარ, ხო? ანუ აი ღორის მწვადი საკაიფო, მაგრამ აი გოჭი. გოჭი რა მაჭმის. არის ეგეთი ის რა, ხორცის სხვა შორის, რომელიც საფრანგეთში არის ძალიან პოპულარული. ქედანი და მტრედი. ხო. ხო რა. ვიყავით წასულები ქედანზე და მტრედზე რა, სანადიროთ და ნადირობის ტრადიციები რაღაც ესეთი არის, რომ დილით რომ მიდიხარ სანადიროთ, სანამ სანადიროთ გახვალ ერთ სამჭიქას სვავ. რა დაილოცო ნადირობის ქალღმერთი და ვიღაცები დალოცო და რაღაცები. მე შუა დღეს კიდე რაღაცა უნდა დალიო და რაღაც, მაგრამ ზოგადად ეს კაცებს მოვიფიქრეთ ალბათ ეს ტრადიციები, რომ პოს დალევის მიზეზი არის რა, რომ რაღაცა და რომ მივედით, შეიძლება ცოტა მეტი სასმელი მოგვივიდა, არ ვიცი დილით და ნუ ვინანდიეთ რა, შუა დღეს ხომ გამოვიდეთ საჭმელად და გადავწყვიტეთ რა ქედანიც ჰქონდა, აქვე მოვამზადოთ თქო რა. მე ანუ კაპუტვით და ანუ მთელი ამბებით ანუ არ არის ეგრე მარტივ. არა, როცა როცა ახალი მკვდარი არის, მარტივად იპუტება. ხო რა. არ ჭირდება ცხელი წყალი და ამ ეპიზოდს და ამოხარშვა და დავაწეროთ რომ როცა ახალი მკვდარია გაპუტულია რაღაც გამზადებული და მეავიღე ხორცის დაჭრის მიმართულება ჩემ თავზე და იქით ვიღაცა ცეცხლსანთებს იქით რაღაც მე ხორცს დავჭრი და რაღაცა და ეს პატარა მაჩეტესავით რაღაცა მიჭირავს და ტყიურ პირობებში ეს კუნძზე დავდევით ქედანი და აი ფთის ძირი უნდა მომეჭრა რა და რომ მოვიქნი ანუ იმის ფთის ძირი გადარჩა რა ჩემი მაჯის ბოლო არ გადარჩა რა და რა ჯესტითი სერტითი ეს ნახე რომ წავიჭერი რა და რო წავიჭერი რო დავიწყე რომ უცე ვერ მივხვდი რა მოხდა რომ ოხ მეთქი კუდარს რამდენი სისხლი გავუვიდა მეთქი რა და ძმა 1 საათის კუდარია მეთქი საღოლჯი გარი მეთქი ეს უკან როაწყო ბუმბულებით უეჭველი გაფრინდება თქო და ხო და იმდა ამ ჭაჭა მქონდა რა დალეული მე ეგრევე იმას ვქენი რა ეს თითი რაც მოვიჭერე ეგრევე უკან გადავადი და მეთქი არაფერი ჯიბის ჩავიდე ერთი კვირა გაიulis რავი რა ამოვა რავი რა ეგრე არ არის და გამიulis მეთქი რაღაც და ეს პანიკაში არის იმიტომ რომ ყველგან სისხლი არის რა ანუ აი სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან სისხლია რაღაცა და ანუ ეხლა საავადმყოფოში რა გაგაქანოთ უეჭველიო რა და ანტირეკლამატორი გამომიდეს არ დავასახელებ რომელი რეგიონის საავადმყოფოში წავედით რა მაგრამ არავის არ გისურვებთ იქ რომ მოხდეთ ხო და იდეაში ალბათ არა მე დავწერ კომენტარებში რებუსად ხო და კავშირ წავედით საავადმყოფოში და სანამ საავადმყოფოში წავალთ რაღაც ისეთ სიტუაცია რომ გადავახვიოთო რამეთიო და რაღაც ისე მოხდა რომ სახნდე რომ მივიდოდით სანადიროთ ერთმანეთის ეს პირველადი დახმარების ჩანთის გადადება დაგვავიწყდა რა, იმიტომ ჩემი მანქანით მივიდეთ, იმის მანქანით. არა, როგორ არა, ერთჯერადი ხელსახოცი, იზოლენტა და ცელოფანი. და ეს თითი მაქვს შეხვეული, ანუ ერთჯერადი ბევრი ხელსახოცი არის ჩამოცული, რომ სუჟონავდა. მე იზოლენტა ქონდა და ხოლმე და მე ცელოფანი რა თავზე ჩამოცული, ეს გაკვანძული კონკრეტული რეგიონის საავადმყოფოში მივედი. თან ეს ტანზე ასხმული მაქვს ჟილეტი, ტყვიები მიწყვია, კიდე ყოი თოფით არ შევედი რა საავადმყოფოში და ნუ შევედი, თან შუა დღეა რაღაც კიდე სანადირო მაქვს 1-3 საათი და მეჩქარება, მაგრამ მინდა რომ ეს რაღაც ან მოკვეთონ ან უკან დააბრუნონ, რავი, რასაც აკეთებენ ხოლმე საავადმყოფოში. ორივე თითი ადგილზეა. ხო, არა, ნუ ეს მე ამოვიდა იქით, ხო და რომ მივედი, ეს შესევე შევედი რა, ანუ მეთქი, ეს რაღაც ტექნიკური ხარვეზი მოხდა, მეთქი რომ ნადირობდით, ხო და პროსტო რომ გამომისწოროთ მეთქი რა, რაც შეგიძლიათ, რავი, იმიტომ რომ იმ საავადმყოფოში მართლა იქ პონტი იყო რა, აი, თქვენი მაქსიმუმი რო ჩადოთ, მეთქი, აი აუ ძმო იმენა ბაზარი არ არისო და აშ ეს ექიმის მივიღო მორიგეს გონია რომ ცუდად მაქვს შეხვეული იმიტომ რომ მართლა ცუდად მქონდა შეხვეული იმიტომ რომ იზოლენტა ცელოფანი და ერთჯერადი სალფეტკები და ამას გონია რომ ეს უნდა მოხსნას და ახალი გამიკეთოს რა და აი ამ თეფშის ხელა ოთახში შევედით მე და ეს ტიპი და კედელზე ვარ აყუდებული ან თვაში თითი მაქვს შეყოფილი და გარეთ დგავა რა ესე მოხსნა და უყურებს და მე მიყურებს ციცო, მემსი და ზაფიავაზე. რა ხდება ეგეთი და იმასაც პერი წავა. აუ ის უყურებს რა გჭირსო თიძო მეთქი რავი, ნუ ეგრე მოხდა და ციცო შემოდის არ გატყუებთ. სახლის ფუშფუშაკი არა, ბილი ხალათი რო არის პირსახოცის საავადმყოფოში შემორბის პირსახოცის ხალათით ჩი. ციცო შემორბის ანუ აი მგონია რომ პოსტ ეს საავადმყოფო რაღაც ბაიძია მიშენებული რა და ამ მიშენებიდან გამოვიდა ეს ციცო რომ ყავას ადუღებდა და უცებ ნემსი დაძაფიო პოპ. აი ხანი მივოლდი რომ აი ნემსი დაძაფი და აი ციცოს უყურებ აი ესე გაშტებ რომ ეხა ნემს დაძავს რას უზავს რა. ჩვეულებრივი სახლის ნემსი დაძავს. არა, შეიძლება ხო და
ეს მემსი სწორი ეს ეღუნა მაგიტას ეღუნავდა რომ ეს გასაკერი ხო მოღუნულია და აი ეს ეღუნავდა ლამის რომ ბოლო ესე გამიყოლდა ხო რა აი ამას ეხა აუჭერდა რაღაცა და კაროჩი ეხა გავკერავო რა და მეთქი მიდი მეთქი ბოსო ჩქარობ მეთქი იმიტომ რომ ბიჭები მელოდები მეთქი 3 საათი გვაქვს დრო მეთქი და მიაკერა ძმა სხვა აი რავი ღმერთი ჯული კარგად მიეკერა კარგად რავი არის და აიტყობა კარგად რავი შეიძლება ერთი რომ წელიწადში თლიანად მოძურეს ნაჯი გაკერა და მგონია რომ всё მორჩა რაღაცა და რაღაცა შემიხვია რაღაცა და მეთქი აი რა ეხლა შემდეგი პროცედურა რა თქო რავი 1-3 დღე შეხედე რა თუ არ შეხვდა თვითონ მოძურებაო რა თუ არ მოძურებაო ნაკრების მოხსნაზე ჩამოდიო ერთ კვირაშიო არ გინდა რომ მიდიხარ მეთქი ძმაო არ გინდა ნო არ ჩამოვა ჩემით ვიზავ რა ვიცი გამოვედი გალამზებული თითით მე არ მქონდა ერთი წელი ალბათ გზნობელობა და რავი კიდევ მინდა დაბრუნდა ა ცოტა ისე თითი არის ნუ საითაც მიკუჭა მოკუჭავს მაგრამ ხო და ქედანი უნდა ცადოთ თაფლით ნეკნები ბარბეკიუ განსაკუთრებული ლობიოა იტალიური ლობიო აქაურ ამბავში მომზადებული ბრისკეტები საქონლის ღორის დაძენწილი ჩიმიჩური ნივრის соуსი ჰალაპენიო ბარბეკიუ ვაიმე ამდენი ბოლოს რა დავიმახსოვრე კიდევ კაი მე არ მქონდა დასამახსოვრებელი მე მარტო დავიმახსოვრე ხორცი აუ დაჭერი მენა დაჭერი იძენძება პროსტა ეგ გადაიღე მთლიანად თაფლი აძლევს ამ კნაწუნებას დიახ აი ამ კნაწუნას ძალიან გამოყვანილ შებოლილია ნახე ხო და ესე რომ ძურება ეს ალბათ ძვალია ხო მე ძულებს ამოვკრიფავ ეხლა რა შოთასთვის ხო რა ახლობელია ხო სულ მიკვირდა ხოლმე ისეთი კაია соуსი არ უნდა მე საერთოდ კარგად მომზადებულ ხორცთან соуსი ძალიან არ მიყვარს ეხლა შენი ცხარი რომელი არ არის соуსი ხო ნუ ამაგარი აი ეგ ვინ არის ჩემი ნივრი ეს ვინ არის ჩემი არ იქნება ცხარი რისი არის ჰალაპენიო იქნება ცხარი ხო ეგა ჰალაპენიო ხო გადმოგიღო ერთი წელი არა შორს დადი მაინც აი ეს რა არის ბარბეკიუ ხო ეგ ბარბეკიუ კარგი ძალიან კაია ავსინჯოთ ხელი გავაგზავნებ ჭამას და კომენტარებში არ დაწევოთ რომ ველური ხარო მოდი ხო რა იმიტომ რომ ამ თითებს რო ყო ყველა მიკერებულია მოდი მე ცხელი ჩაკა იმარ ბარბეკიუ სუხელი ჭამოთ რა ჩვენ მასტურმა ვერ ჭამოთ მე ლობიოს წაწულის გემრიელია ცოტა ცხარეა ოღონდ ოდნავ ხარ ბარბეკიუ აუ კარგია აი არის იყო საგი არის მიდი კაი რა მე დაგიჭერდა არა ხო არ გადა ესენი საინტერესო ამას ბევრს გადავიღებ რომ დანარჩენი არ ჭამონ კაი ეს ხო არ გინდა გადაიღე ეგ რაღაცები ძალიან მიყვარს ის ხო მეც კომბოსტოები რაღაცებს მოყვება ხო და განინათ მოყვება ძალიან ვაფასებ ამბობდა სანდრო ქართული ელემენტებიო ეს არის რა აია კაია კაია კი მე აი მოდი ხა ნახე ეს ორი უფრო მომეწონა ხო ნახე როგორ არის 4 სახეობის ხორცია ხო 4 სახეობის რა 4 სახეობის სხვა რაღაცაა ხო დავაი შენი ტოპ თქვი რომელი უფრო მოგეწონა მე ვსჭამე მოიც დიდი ნეკნით უნდა ვჭამე თავარი არ გიჭამე ბრისკეტი ეს გვაქვს ყველაზე დიდხანს სიბოლოება ყველაზე დიდი პროცესი და ყველაზე ის არა მაგიტო არ ვჭამ რომ ბოლოსთვის ვინახავ ხო და მე ვთქვათ ფავორიტები ხო და ანუ მაშინ ჯერა 3-დან ვიტრიალოთ բայց ის დიდი ჭამე კი დიდი ნიკნიგა აი ძალიან გემრიელი აუ ეს იცი როგორ ხდება აი ეს კოსლოვარი რომ განეიტრალოს აი ცოტა რომ მიაყოლო მე გააგზავნო აუ რა ხდება ეს დაფა რამდენ პერსონაზე ითვლება ქართულად თუ საერთაშორისო რა თქმა უნდა ქართულად საერთაშორისოც ვიცით რომ ეს 20-30 კაცი ო არა მართლა შევცვალეთ ანუ ჩვენ ახლა ვამბობთ რომ არის 3-4 პერსონაზე ხო მაგრამ საერთოდ ხორცის მოცულობით უფრო მეტი არის
ანუ საერთოდ 200-300 გრამი პერსონალზე თუ ჩავთვლით, მაგაზე ხო, სტანდარტულად თუ ვთვლით. 6 პერსონალზე არის, 5 პერსონალზე, მაგრამ შევეძახით 60 პერსონალზე. გააჩნია მადას. ხო. კაი მშიერზე რა ვიცი, რამე და მე შენს ამჭირდებოდი. მე მგონია ჩემპიონში რომ მაგრამ მომშივდეს მე. ერთს აქ ნაჭა მე. ვა, გამოცემა მიღებულია. ძალიან არ ქმევით მეორე ფენაც არის. ბიჭო, აი, კარტოფილები ამ 20 არა, შენ გეუბნები. არა, კულისების ყובה მე იწყება. როგორია? პირველ ისეთის ჩაწერა და ნაბოდი რომ ნაკლებში ვაპარაკობდი. მაგრამ მოჩეს და ჩაბო. ბიჭო. ლევანის გამოვურდი ის კაბელი და და ხეთა არის შოთას ცოლი. უცხოები კი არა ვარ. ზულებით ყველა კი არ მივიღე. ძალიან ხშირად ბევრ კერძში ხორცი არის მაგარი და არ იღეჭება ხოლმე და აი დნება ვანილის კრემი ბრისკეტი. მოიცა, მე ხო ვთქვი რომ დნება ჩემთვის ბარბეკიუ და თაფლია ტოპ. მოიცა. ბრისკეტი არა? არა. და ღორი ყველაზე, ეს ღორი ყველაზე ნაკლებად ბრისკეტიც. არა, რა, ცუდი კი არ არის, ძალიან ბინი და კაი ხორცია, მაგრამ ბარბეკიუ და თაფლით არის, აი რაღაც არ ვიცი, ძალიან განსხვავებული. ალბათ ამერიკაში ეგეთები იციან. დაგვიწერეთ. კომენტარებში როგორები იციან ამერიკაში. აუ. ძალიან ბევრი ემიგრანტი გვეყურათ. შოთ ხო არ გინდა? იმაკრა. აი, ჰა. ლაშ. აუ, ზვალი გადმომივიდა. ხო, წერა უნდა მე თქვენ ის ტიპები ხარ. ექსკურსიაზე მძღოლებს ვაჭრდა. ოკეი. მოგიტყვის პატარა. ლობიოზე მინდა თქვა. ცოტა მოტკბოა ოდნავ ესეც ქართული ლობიოსგან განსხვავებით. მე მომეწონა. ხო, მაგრამ იტალიურია და. ძალიან უხდება, იტალიური ლობიო. აუ, იტალიური ლობიო როგორია არ გაგიკვირდა. ახლა გასწრია. ლობიო. ლობიო. კაუზით და ესე ამოდის. სანამ ეპიზოდს დავასრულებ, რაღაც მინდა რომ ვასრულებ უკვე? ეხლა უნდა ვიწყოთ. კი. სახეები არ ვიჯერა. მე შენი არხის დაწყებას ხო აპირებ? ჩემი არხის დაწყებას? ოქტოპუსში რო ხარ ხოლმე ესე. ჩემი არხის. სუყედ ვიცი. ჩემი არხის. სუყედაც არ ვარ რა, იმიტომ რომ უმეტესად არ მცალია ხოლმე რა. ხო. თორე ბევრად დიდი სურვილი მაქვს რომ უფრო ხშირად ვიყო ხოლმე. მაგრამ რა ვქნა, ნუ რაღაც სამსახურიდან გამოდიან, რაღაც საქმე და პირად საქმედან გამოდიან. თან თუ ვარ ცნობილი GTA კაც უნდა ბოლომდე ვიყო რა. GTA კაც. ხო, მარტო ჩემ თავზე კი არა ზუნავაც 1000 საქმეს ვედები და 1000 დავალებას ვიღებ. რატო შაგერქვა GTA კაც უნდა ეგეც მოა. ძალიან ბევრ დავალებებს მაძლევდნენ ხოლმე რა ზოგადად. ოჯახიდან მოდის უმეტესად ეს რა. ოჯახში იყო ესე რომ ევერესტზე გავაგზავნოთ ის კაცი ავიდა თუ არა ნახოს ბარემ და და ჩამოვიდეს და ოღონდ მეძინოს მაგ დროს და ლევან გაიგუძე ნახე ის ტიპი ავიდა თუ არ ავიდა ანუ კიდევ რაღაც მოვიდა არა ჯერ არ გამისულა აიმე ეს რა არის ეს არის ცალკე ხამსა ანუ იგივე არის მაგრამ ცალკე არის ხამსა ყანყალზე თქვით რომ არაფერი შეიძლება ყანყალზე ძალიან გთხოვთ არაფერი დაწეროთ იმიტომ რომ ლევანს ისეთი გახსნილი აქვს ლაშა ვერ ჩერდება იმდენი იცინა და კამერა იყანყალებს შტატივზე მე არ ვადგმევინებ რაღაცა ხორცი გვაქვს მიღებული კამერა ხოლმე უთი კაცი ვიყავით მე წერთ ხოლმე რომ საჭმელს არაჩენ ხო და რა ვქნა ეს რა არის იგივეა ბარბეკიუ და თაფლი ეგ არის თაფლის ნიკნები. თაფლის ნიკნები. მოსაცე შემთხვევაში მოდის ეს. ხო და ეგრე შემერქვა რა ეს GTA-ს მიმართულება რა Yes-მენი ვარ რაღაც ზონეზე და ძალიან კარგი მენი ხარ. არა, Yes-მენი რაღაც დაავადებაა და ჯერ ვერ მომიფიქრე მაგ დაავადებას აფიქრე. შეიძლება რომ ჩაჭმის უნდა ვფიქრე ეს რა დაავადებაა. ანუ დახმარებას რო გთხოვენ უარს რო ვერ. არა, დახმარებასაც არა რა, ანუ აი არ ვიცი, თიკოსა ჩემ მეუღლეს მაგალითად ეშენია რომ მოდი აქეთ. ჩემ მეუღლეს მაგალითად ეშენია რომ ერთ დღეს რომ მოვიდეს სახში და საერთოდ მანქანა არ დახტეს რა.
ამიტომ რავი მეზობ მოთხოვა რა, რომ გამიფუშდა და აი ამ კამერაში გიყურებთ იცოდეთ და ყველა იმ ადამიანმა თავის გულებში ჩაიხედეთ, ვინც მე რო ნასვამი ვიყავი და რამეზე მითხარით, ვა რა კაი რაღაც გაქო. იქნებოდა ეს საათი, მაიკა, ბოტასი, კურტკა, ფეხსაცმელი, ნასკი, ტელეფონი. იმიტომ რომ ყველაფერ ამ რაღაცას რომ მეუნებიან, რომ ვა რა კაი რაღაცა მეც არა გადა. ჭიქას და საათზე რომ უთხრეს. აუ ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ სახში მისულარ უკურტკოთ ზამთარში. მართლა. ზაფხულში უმაიკოთ. იმიტომ რომ ნუ ვიღაცა მეთქვა რა მაგარი მაიკას. არა გადა. გათმინდა. მე კანით ვარ შემოსილი და რაღაცა ეს უბრალოდ რომ მივწერე ვიფიქრე და დამთავრდება თქო. ნასვამი ვიყავ. თურმე რა და მოვდივარ. ხო და ანუ ეგ პრობლემა მაქვს და არ ვიცი მაგ დავადება საქვია რა და მაგითო შემერქვა ეს ჯეტია კაცუნა რა ამ დავალებებით და ანუ აი თხოვნით რაღაც შეიძლება შესრულებით და რაღაცით რა. თავიდან მქონდა აზრი რომ არხი მოვხოდა მეთქი და ძალიან დიდი წვალებაც არ დამჭირდებოდა არც ოპერატორი არაფერი რა. Просто ერთი GoPro უნდა მეყიდო და დავემაგრებინა. და გეულო. Просто ყოველდღურად მეცხოვდა. ძალიან კაი კონ. ოღონდ ხუმრობის გარეშე რეალი თუ. არა, მე ცოლმა მითხა არა. ცოლმა იმენა არა. როგორც კი დაიწყებს ჩემ არხზე დავაანონსებ და ვიდეო. და თავიდან დამპატიჟე. არა, მე დაპატიჟებ. ერთობლივი გავი. აუ მოდი. ხო, თან. შენი არხი როგორც კი გაეშვება, პირველ ეპიზოდს რა დადებ, მე ერთობლივი რამე ჩავწეროთ და რეჰანზე გავუშვათ და თან ვიტყვით. ხელს ჩავაგასწრებ, просто დასვინებ და ხელოსნურად. ხო, კაი. სად უნდა გადაიღოთ ეგეც? სად უნდა გადავიღო და აქედან დავიწყებ, იმიტომ რომ მე მშიერი ვერ გავალ. ხო, და გასulis გადაღებას ვიწყებთ კაი. ბარბეკიუ ანზიდან. გვიდა მე მევიტყვი ჩემ იმას შეფასებას რაღაცას. პირველი ბარბეკიუ, მერე თაფლი, მერე ეს ბრისკეტი, მერე ღორი. პირველი ჰალაპენიო, მეორე ნიორი, მესამე ჩიმიჩური, არა ბარბეკიუც კაი. საუსები არ ვიცი მოკლედ. მაგრად უხდება მწნილი. დავასრულოთ ეპიზოდი? არა, მოიცი გასულ მოსაყოლი მაქვს რაღაც ისტორია. ხო. არა, სალამ ამას ვიტყვით, ანუ მეც ხო უნდა ვთქვა რაღაც, ანუ რომელი მომწონე რაღაცა და. პროჭი ხო რა ბიჭებს დავუთო თქვენ? რომელი соуსი მოგეწონათ შოთ? ან ხორცს რომელზე ისა ვიზუალურად მეც გონია რომ ნეკნები უფრო მოგეწონა. შენ გემოუნა ნახო. დაძეძილს დავაყენებდი ამ ეტაპზე ბოლო ადგილზე. მე ხო. ხო, ბრუსკეტი. შენ ბრუსკეტი. ხო, აი, რა. ბრისკეტი ხო. სახელზე ნუ გამიგე. ხო ხვდებით, აი ეს. კარგია. თაფლით ცოტა სპეციფიური გემო აქვს ჩემთვის, არ ვიცი რატო. ხო და მე ძალიან მომწონს. ხო რა, რაღაცა სპეციფიური მოყვარული გემრიელია, მაგრამ აი სპეციფიური გემო აქვს. შებოლილი მეორე ადგილზე, ხო, ამიტომ თაფლი მესამე და დაძენძილი მეოთხეზე რა. დაძენძილი ისეთი არის რა, აი ნებისმიერი აქედან соуსის გარეშე შეჭამ რა, აი უბრალოდ ხორცი რო გიყვარდეს, შეჭამ გიჟივით რა. ხაშტომა რომ დაძენძილი იყოს კი. აი რომ შეჭამდი და არა ვიდე, მაგას უყურებდი თვალებს დაფინდრული. მალე რა, დაფინდრულ რა. კაი, პროჭი ხო არა ვარ, მართლა შეჭემა. რა მომიტყუებია შენთვის შეჭემა. გარკეიგებ ხოლმე თესაძე მაკაცოს, ეხლა რო ამიტეხე. რაღაცა ის არისო. აუ. გადაცემა ისი არ დამიმთავროთ, ეგ რო არ მოყვე. ახალი ისტორია. რავი, გასინჯავთ ალბათ ოდესმე. ეპიზოდს თუ მოვრჩევით თქვენ. ეხლა ვაი მოუყვები რა. მოგიყვე ხა. 2 იანვარია რა. აი. დაკეთება. ჩემი დათო არის, ჩემი დათო. 2 იანვარია. ყველას კარგი დაიბედოს რა. ხო. მეც რავი დილით რო გავიღვიძე მინდოდა რომ კარგი დამბედებოდა ცხოვრებაში და მე ამაღებინა ტელეფონი რავი ან მაშინ რატომ მქონდა ტელეფონი დამეკარგა ნეტ ან ვიღაცას ეთხოვა პირველში ან 31-ში მაჩუქეო ხო ვერ დაურეკავდი ვერსად რა ქენით ეგეთი ხო და დაურეკე რა ხო ურეკავ შოთას
შოთას ეს მაინც აუ, თაღალევინა. ვიცი ლიმონათი კი მინდოდა. აუ, რა კარგად გამარჯობა. აუ, თან ცივი არის, ხო? ძალიან კაი. აი ეს ლუდი შენი იყო? არა. მადლობა. არც მიფიქრია. გემრიელ მივიქვით. მადლობა. მადლობა. დაგისხავ, არ შეწყვეტე. ხანო 2 იანვარი. ხო, 2 იანვარია და ურეკავ შოთას. ჩემს საძმაკაცოსო რაღაცა ის გვაქვს, რა ტრადიცია გვაქვს, სადაც რესტორანში მივდივართ, ამ რესტორანის სახელსაც არ დავასახელებ. ხო. ყოველ 2 იანვარსო იქ მივდივართ, ხო? ერთსა და იმავე რესტორანში დადიან? ხო, რავია, პრობლემები აქვთ რა, ანუ რამოდენიმეჯერ იყვნენ იმ რესტორანში და ალბათ კიდე აპირებდნენ წასვლას და ეგონათ რომ ეგაა ტრადიცია. ხო და რავი, ხო არ წამოხვალო. მე და ესა და ეს ვართო, არც იმ ბიჭების სახელდაგვარებს არ დავასახელებ. ძალიან, ყველა ძალიან მიყვარს. მართლა, ყველა ძალიან მიყვარს. მიხვდებიან რომ ნახავენ. ჩემპიონესი ადამიანებია. არა, შემოგვიყვარს, ვარც ვერც მიხვდი, ვაფშე არ ახსოვთ. ხო და? რა თქმა უნდა არ ახსოვთ. ხო და? დავსხეთ 4 კაცი. და დავიწყეთ ეხა შეკვეთა რაღაც საჭმელების რაღაცეების, ვიღაცას ხაში უნდა, ვიღაცას ჩაკაფული უნდა, რაღაც 4 კაცმა რა, რაღაც ვიღაც ჭაჭა დავლიეთ რაღაცა და ვიყურები აქეთ ეს ხალხი ემატება და რა, რომ აი 4 კაციანი რომელი მაგიდა იცი, რო უნდა შეხვიდე რა, კედელთან. კედელთან ვზივარ და აკრული ვარ უკვე, კედლის ნაწილი ვარ, ანუ შპალიერ თუ არ აკრული, იმიტომ რომ მოდის ეს ხალხი იქიდან აწვება რა და ბოს ამ კედლიდან საპონივით რო ამოვარდი, აი ხელი რა გისრიალდება, ანუ იმდენი ხალხი შემოვიდა რომ საპონივით. ამ ეს მიმტანი მოვიდა და კარგი გადაგსოვთო რა, სადმე რავი, 6 კაციან მაგიდაზე 30 არ არისო ნორმალურიო რა. და კაიო და რაღაცა და კუპე დაგვითმეს, ოღონდ კუპე რომელიც 2 კუპე რო გაერთიანებული არის შუაში გადასაღობი რო აქვს და ეგ რო ჩახსნეს იმდენი ვართ. და დავსხედით და კაი სავსე არის შოთას მაკაცებით რა. ანუ გადატენილია. თვრალები, ანუ გაწყვეტილები, ოღონდ ანუ ისდები ამის. ჩემი ერთი ძმაკაციც კი არ არის რომ ვიღაცა გვერდში დამიდგეს რა, ანუ ყველა ამის ძმაკაცები სოლები, ვიღაცა 31-ში გაიცნო, ვიღაცა წინა ღამეს გაიცნო, ისიც იქ არის რა, ანუ აი ყველა იქა აიტოქში რა. და მეც იქ ვზივარ და შეკვეთები მიდის როგორ იცი უკვე რომ აი იქიდან ვიღაცა წინა ღამეს გაიცნო, მე პინაკოლადა და რაღაცა და მე კუბა ლიბრე და ჭაჭას ვწავ და ხარჭავ რა პინაკოლადა და კუბა ლიბრე და შეკვეთა აი მე საჭმელები და ლიმონათი და მწვადი და აი მე მიდის გიჟივით ჭამა და გიჟივით და აი ვისაც კი რა მოუნდა მე ისე ვარ ჩემ ჭაჭაზე ვარ ნეტარა მე სხვა მაინც ამეღო ხო და ბიჭო რაღაც მომენტი მოდის და ეს ხალხი გადის რა ნენევა რა აუ ეს ჯუნჯე ერთი გავიდა ხო რა ვარ დაგვემშვიდობა არო არა იმენა დაგვემშვიდობა აა კარგად რა გქობა რა შემოგეულე მე თქვი რაღაცა და კაჩი გადიან და ბოლოს ჩემით მე შოთას ერთი ძმაკაცი რომელსაც რაღაცის ოპერაცია ქონდა გაკეთებული არ მახსოვს რისი და მთელი საღამოს განმავლობაში ნახევარი ბოთლი წყალი ქონდა დალეული რა ანუ არც ნაჭამი ქონდა და ბოლომდე როგორ დარჩა თქვენ არა ჩვენთან უნდა ყოფნა რა მანანო არ ცვავდა არ ჭამდა არაფერი რა ურთიერთობა უნდა რა კაც ოპერაცია ქონდა რა გაკეთებული და გავხედე და აი რო იჯდა თეფშიც არ ქონდა რა თეფშიც არ მოუთხოვია და ნახევარი წყალი ქონდა დალეული და მე შოთა ეს კაცი რომელსაც ნახევარი წყალი აქვს დალეული და კიდე ერთი ჩვენი ძმა და მეგობარი და კოჩ მოვიდა რა ანგარიში არის სალაროდან კუპემდე შემოიტანა ვიღაცა ფურცელი რა გაშია მე როგორ ზივარ იცი რომ მე ვთქვათ ესტრები რომ გადიოდნენ და შოთა და კობახ და რაღაცა და ხელში უდებდნენ რა მე მეგონა რომ მე არ ჩამიდეს მაგრამ რომ ხელში ამას უდებდნენ რა ან ურიცხავდნენ რაღაცა და ზივართ ეხა რა და რავი რა იმას წყლის 200 ლარი და დებინა რა 200 ლარი რა 200 ლარი ეს 200 არა ის ადგის 200 ლარი წყალი ერთი 450 კოჩი მე ამ ტიპა და შოთამ გადავიხადე რა ანუ ჭაჭა მაგ დალეული აუ კი არ მენანებოდა და რამე ჟმოტი კი არ ვარ და ახალწლებს ხო ფული ყველასაა არა სადაც ოჯახში არა ეგრე არის რომ სადაც შოთას მაკაცები რომ მიდიან ხომ ეგრევე მწერენ რომ ანგარიშ ჩაგიძები და ჩარიცხეო თუ გაგიწოდა შენც მოდიო ამი არ მიდირო ხომ და პირდაპირ ვიცხავ ერთი 16 წლის წინადელი ისტორია გუში კი არ მოხდა მაგრამ ხო იმიტომ რომ სეს დღემდე ვიხდი ის
დღემდე ვიხდი შეშო. ძალიან დიდი მადლობა, აი ძალიან. მადლობა ძალიან დიდი და არა ესე თუ გაგზავნა პოპულარული გავხდები. მართლა. ალბათ. რაღა შოთას სტორიებში უნდა გამოჩნდა უჭირე რომ ვილეწები კიდე სადღაც და უხში პოპულარული გავიჩნდა. არ გქოი. აუ არც ისვიდეო არ და ფეხზე რომ მანქანა მივლიდა. ჩემი ძმის ქორწინების იუბილეი იყო ცოტა ხნის წინ და მარტო ჩვენ ვართ რაღაცა მოსასტუმრო ადგილია იქ აუზი მანამდე აუზზე ვიყავით მე რაღაცას უკრა იყო ასე შემდეგ და მოკლედ გეგმა იყო ეგეთი რომ დილით ჩავედით აუზზე უნდა ყოფილიყავით მე საღამოს უკრა იყო და ესეთი რა მხიარულება და ასე შემდეგ და აი უფროსებიან უფროსები არც პრანაც ესე ვიღაცები რჩებოდი და ვინც დავრჩებოდით მე ამ სასტუმროში შიგნით ჰქონდათ რაღაცა პატარა მოკლუბო თუ რაღაც და იქ უნდა ჩავსულიყავით გვიან დავიწყეთ ამ გეგმის მიყოლა და დილით მეღვიძება. აუ ესე სპაიშორი და დილით გეღვიძება აბსოლუტური ბლეკაუტი რა. არაფერი არ ვიცი საერთოდ. ერთი კარგი ჩვევა რაც მაქვს რომ დემენციის საწყისი ისინი მაქვს რა ქვია. ნიშნები და ამიტომ ვიჩერია რომ ფოტოები გადავიღო მაგით გავიწერო რა. და სკროლავ ამ ფოტოებს რა ვიდეოებს და რაღაცები ხდება რაღაცები და მაგ ვიდეო. და ამ ვიდეოში რა ხდება? ცოტა ნუ ყანყალა ვიდეოა. შენ როგორ წაიღებ ყანყალი? შენ როგორ წიგებ ხოლმე? ჩანს ძირს რაღაც მიწა და ბორბალი და ფეხი და ლევანის ფეხი და ლევანი ძაღლის მიდი დაზარი. დავი გაიარე. გაიარე რა უნდა დაემართო. მოიწეც ამაცია ტრამატოლოგიური დაცვა. ხო და მაგისაც აკიდეკება შენ. მიდი და აგრა გამოგვარდა. ფეხი შეუტო მაჩა. ერთხელ კი არა, ამ ვიდეოში რა ისმის იცი. ნეტა პირველივეზე გადაგეხოთო. ანუ მეორე ჯერი გადაგია. პირველი გაუმაზეს გადაღება და რა ფიზიკა არ იცი ტოტალურად. ფიზიკა არ იცი. ეს ეპიზოდი დასრულდა. დასრულებულია. კარგი ესპრესო. ხა, მოგხოდავს. იტალიაზე ვთქვი, მე მგონი, ხო? ყავის ამბავი გვექნება ძალიან მსუყეთ. რამდენიმე ეპიზოდს გადავიღებ და ერთი მთლიანად ტრუჩილოს ყავას მიეძღვნება. დეტალებს არ მოუყვები, მაგრამ საინტერესო იქნება და ლამაზიც.